წარმოიდგინე იღვიძებ და ყველაფერი სხვანაირია. შენ აღარ ხარ იქ სადაც უნდა იყო. შენ ხარ მომავალში. ან თუნდაც წარსულში. ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე უეჭველი და უფიქრებულად შეგვიძლია თუ არა მომავალში მოგზაურობა. არა, მაგრამ იქნებ შეგვიძლია. რა ვიყავი 50 წლის წინ. შენ უკვე დროში მოგზაური ხარ. ყოველ წამს შენ მიდიხარ ერთი წამით წინ მომავალში. ხო მაგარია? ალბერტ აინშტაინმა 1905 წელს გამოაქვეყნა სპეციალური შეფარდებითი თეორია. რაც უფრო სწრაფად მოძრაობ, მით უფრო ნელა გადის დრო. კი ეგრეა, ნახე, მაღაზიაში რო გაიქცე, უფრო ცოტა დრო გავა, ვიდრე რო იარო, ხო? აი, ხუმრობა გვერდზე იყოს ეს მართლა გამოცდილი. ISS-ის კოსმოსურ ხომალდზე მყოფი ასტრონავტების მიერ, რომლებიც მიფრინავენ 28000 კმ/სთ სიჩქარით. და ისინი ჩვენზე 0.007 წამით ახალგაზრდები არიან, იცი? კაი, ეს 0.007-იც არაფერს არ ნიშნავს. წარმოიდგინე, ავედი კოსმოსურ ხომალდში და სინათლის სიჩქარით 99.9%-ით ვიმოგზაურე. წარმოიდგინე 5 წელი მოგზაურობ. რა მოხდება? ჩემთვის 5 წელი გავიდა, მაგრამ რეალურად დედამიწაზე დაახლოებით 112 წელი გავიდა. ამას ეწოდება ტყუპის ცალის პარადოქსი. ასე რომ თუ ტყუპის ცალი გეყოლებოდა დედამიწაზე, ცუდი ინფორმაცია მაქვს, პანაშვიძე მოგიწევდა მისვლა. ოღონდ პანაშვიძეს დაიგვიანე. ესაც ახლა გითხარი ნაჩვენები არის ფიზიკის კანონებში, მაგრამ ერთი ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ეგეთი ხომალდი ჯერ არ გვაქვს. და კიდევ ერთი პრობლემა, ენერგია, რომელიც გვჭირდება სინათლის სიჩქარისთვის, უფრო მეტია ვიდრე მზის ენერგია თავის სიცოცხლის მანძილზე. რაც უფრო ახლოს ხარ შავ-ხვრელთან, დრო უფრო და უფრო ნელდება. და ამას ყველა დროის საუკეთესო ფილმი ინტერსტელარი კარგად აღწერს. კი, ჩემი აზრით ინტერსტელარი ყველა დროის საუკეთესო ფილმი არის. შავ-ხვრელთან მიმდებარე პლანეტაზე 1 საათი უდრის 7 წელს დედამიწაზე. ეს ნოლანს არ გამოუგონებია, ეს ჩვეულებრივი ფიზიკა არის. და მისი მრჩეველი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსი კიპ თორნი. შესაბამისად, თუ 1 საათი უდრის 7 წელს დედამიწაზე, მაშინ 10 საათი იქნება 70 წელი. ამ კუთხითაც რომ მხოლოდ წინ მიდის და უკან ვერ დაბრუნდები. ბილეთი მხოლოდ იქით აქეთ არა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრა ინტერსტელარზე. როდესაც ისინი წყლის პლანეტაზე, ანუ მილერის პლანეტაზე არიან, იქ საუნდტრეკში პატარა ტიკები გვესმისეთ. 30% Earth gravity. Nothing here. რომელიც ყოველ 1.25 წამში ისმის და როცა გაიგებ ამ ტიკს ჩათვალე, ეს არის რეფერენსი, რომ დედამიწაზე 1 დღე უკვე გავიდა. და რაღაც სიმბოლური ნიშანი არის. ტიკ 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 3 დღე გავიდა. აი ეს არის ერთ-ერთი დამალული ისტერეგი ინტერსტელარში. წარსულში მოგზაურობა შეგვიძლია საერთოდ? აქ თამაში შემოდის ჭეისხვრელი, ანუ wormhole. წარმოიდგინე სივრცე და დრო არის ქაღალდის ფურცელი და გვაქვს A პუნქტი და B პუნქტი. მაგრამ რა მოხდება თუ ქაღალდს ვკეცავთ ისე, რომ A და B ერთმანეთს შეეხოს? წარმოიქმნება ჭეისხვრელი. ეინშტაინმა და როუზენმა 1935 წელს ეს მათემატიკურად დაადასტურეს და მას ეინშტაინ-როუზენ ბრიჯი დაერქვა. თეორიულად ეს ხვრელი შეიძლება იყოს გზა სხვა ნებისმიერ დროსთან დასაკავშირებლად. მაგრამ სამი პრობლემა გვაქვს. პირველი ის, რომ სტაბილური არაა ჭეისხვრელი და წამში იკეტება. მეორე ის, რომ ატომის ხელაა და ადამიანი ვერ შევიდოდა შიგნით. მესამე მის გასახსნელად ეზოტური მატერია სჭირდება, რომელიც არც გვაქვს და არც ვიცით არსებობს თუ არა და პირველად გავიგე საერთოდ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ეს პარადოქსი ბევრს გეცოდინებათ, ბაბუის პარადოქსი. და ჩავთვალოთ, რომ წავედით წარსულში და შეგვხვდა ბაბუა ჩვენი. აი აქ რატო ამბობენ იმას, აი ბაბუა შენი რომ მოკლა, რატო და მოკლა ბაბუა ჩემი. ორივე ბაბუა ყავს ძალიან მაგარი კაცები, რატო და მოკლა ერთი ან მეორე. მაგრამ დაუშვათ აი ამ პარადოქსის გამო მოკალი ბაბუა შენი. შენ საიდან არსებობ? ან როგორ მოკალი? ბაბუა შენ თუ მოკალი, მამა შენი არ დაიბადებოდა. მამა შენი თუ არ დაიბადებოდა, შენ არ გაჩნდებოდი და. ვინ მოკალი? ან რა მოკალი? სად მოკალი? საერთოდ მოკალი? და აი აქ იქნება ლოგიკური ჩიხი. ახლა მეორე პარადოქსი. წარმოიდგინე, წავედი წარსულში და ედისონს მივაწორე ნათურის შექმნის გეგმა. და მან გააკეთა ეს ნათურა. და გამომგონებელია. მაგრამ რეალურად ვინაა გამომგონებელი? მე თუ ედისონი, იმიტომ რომ მე მომავალში ედისონის წიგნიდან ვისწავლე ეს ყველაფერი და ისევ თავისი ნაწერები მივეცი უკან. აი აქ უკვე ჩიხია. ერთ დროს დიდი ფიზიკოსი დააწუყა ეპშტეინის ფაილებიდან ცნობილი სტიფენ ჰოკინგი ამბობდა, რომ სად არიან მომავლიდან მოგზაურები ამ დროს. ამას თეორიულად ეწოდება პარადოქსისგან დაცვის მექანიზმი. ანუ სამყარო კეტავს იმ გზებს, საიდანაც შეიქმნება პარადოქსი, ანუ მომავლიდან ჩამოსულ ტიპებს. სხვათა შორის, ბავშვობიდან ჰოკინგის ერთი ისტორია ძალიან მაინტერესებდა და ძალიან ხშირად ფიქრობდი ხოლმე მაგაზე. ასეთი თემა არის 2010 წელს ჰოკინგმა ჩაატარა წვეულება
მაგრამ დროში მოგზაურთათვის კემბრიჯში დაბერა ბუშტები, დაათხა შამპანურები, მაგრამ მისაწვევები არ დაარიგა. მისაწვევები შემდეგ დღეს დაარიგა. ნუ რა თქმა უნდა არავინ არ მივიდა მაგ წვეულებაზე. და ხუმრობით თქვა, რომ დროში მოგზაურები თუ არსებობენ, რატო არ მოვიდნენ ამ წვეულებაზეო. ჩემი აზრით, ჰოკინგი ისეთ ჭკვიანი კაცი იყო, რომ ეგ არ ეთქვა, მაგრამ ნახე აქ რაღაც გარღვევები არის. შესაძლოა დროში მოგზაურობა არ ხდება ჩვენს ტაიმლაინში. ახლა აგიხსნი რატომ? ანუ მან 2010 წელს გააკეთა წვეულება, რომელიც ვიცით ჩვენს ტაიმლაინზე. ანუ ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ჰოკინმა უბრალოდ თქვა, რომ გუში მქონდა მე წვეულებაო. მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვნახავდით დროში მოგზაურებს, იმიტომ რომ ამ ტაიმლაინში ინფორმაცია არც კი გვქონია, რომ იმ მომენტში ჰოკინი აკეთებდა ამ წვეულებას. ახლა უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰოკინმა გააკეთა ის წვეულება. ახლა დაუშვათ 2026 წლიდან დროში მოგზაურები წავიდნენ უკან და დაესწრნენ ამ წვეულებას. ეს უკვე გახლიჩავს რეალობას ორ ნაწილად. ანუ აქ უკვე გახლეჩვა არის, ეს პარადოქსები რო არ მოხდეს, იმ სამყაროში ჰოკინმა ამ სამყაროდან მისცა სიგნალი და ჩვენ როდესაც ჩავალთ იქ, თუ ოდესმე შევძლებთ მაგას. რეალობა ორ ნაწილად გაიხევა. ერთი ჩვენი ტაიმლაინი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და არავინ მივიდა. და თუ ჩვენი ტაიმლაინიდან ვინმე წავა, იქ უკვე სხვა სამყარო იქნება. არ ვიცი, რამდენად მარტივად დავხსენი, მაგრამ ბავშვობაში მაქვს ნაფიქრი მაგაზე. შეიძლება მარველის ფილმებს ცოტა ნაკლებად უნდა უყურო, მაგრამ არ ვიცი. თუ აქამდე მოხვედი და არხი არ გამოგიწერია, ძალიან გთხოვ რომ გამოიწერო, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარები და შენთვის ალბათ ერთი წამი მიდის. ერთი წამი კიდე მომავალში გადადგმული, კიდე ერთი წამია, კიდე ერთი წამი გავიდა. აი კიდევ ერთი წამი გადის და ვიდეო დაალაიქეთ, ავიდეთ 4000 ლაიქს. ძალიან გთხოვ. წეგან ჩემი დასკვნები რო გითხარი, ეს მარტო ჩემი დასკვნები არა. Hugh Everett-მა 1957 წელს თქვა, რომ შესაძლოა არსებობდეს პარალელური სამყაროები. შესაძლოა. კვანტური ფიზიკის თანახმად კი ყოველი გადაწყვეტილება ხლიჩავს სამყაროს რამოდენიმე ნაწილად. ერთში ერთი ხდება, მეორეში მეორე ხდება, მესამეში მესამე და ასე შემდეგ. Hughes თეორიით თუ წარსულში წახვედი და მართლა მოკალი ბაბუა შენი სამყარო ხელუხლებელია და პარადოქსი თავიდან არის არიდებული. ამ თეორიით ნიშნავს, რომ ყველა შენი გადაწყვეტილება არსებობს. ანუ შეიძლება გინონდეს ხინკლის ჭამა, შეიძლება გინონდეს პიცის ჭამა. შეიძლება ორივე ერთადაა. ორივეს ერთად ჭამ. იგი ხარია. ან ნანობ, იმიტომ რომ მოიმატე. ძალიან ბევრი მოიმატე და ახლა გიწევს 100 აზიდვის გაკეთება, სანამ არ ახვალ 100,000 გამომწერზე სულ. იმიტომ რომ დაიკლო ისაც მოიმატე. დავიღალე ცუდად. დამიწერე შენ ფავორიტ თეორია დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით და შენი აზრით შეგვიძლია თუ არა დროში მოგზაურობა საერთოდ. და გახსოვდეს რომ ამ წამს შეხა ყველაზე ახალგაზრდა რაც ოდესმე იქნები მომავალში და ყველაზე უფროსი რაც კი ოდესმე ყოფილხარ წარსულში. ესაც თქვი იყო უადგილო და ყველაფრიდან ამოვარნილი, მაგრამ რო გამომიწერო და არხი დაალაიქო, ყველაფერში ჩასმული და სწორი იქნება. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად.